ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ახალი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი 48 ვაკანტურ პოზიციას ეხება და მსურველებს განაცხადების ელექტრონულად გაკეთების საშუალება 4 დეკემბრის ჩათვლით ექნებათ. აღნიშნული შესახებ განცხადება ქალაქის მერმა და საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთეს. შოთა მურღულიამ და დავით ვალმა კონკურსანტებს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისაკენ მოუწოდეს. კონკურსის და ატესტაციის ყველა ეტაპი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. შესაბამისად, მინდა მომდევნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც შეეხება 21 ნოემბერს გამოცხადდა 48 ვაკანტურ ადგილას დამატებით კონკურსი, ეს განთავსდა HR GoG-ზე და უკვე დამატებით აქვთ შესაძლებლობა იმ ადამიანებს, ვინც ვერ გადალახეს ტესტირების ეტაპი, იმ ადამიანებს, ვინც პირველი ეტაპი ვერ გადალახეს საბუთების წარდგენის ეტაპი ან ადამიანებს, რომლებიც ეხლა მონაწილეობენ კონკურსში და კიდე დამატებით უნდა სხვა ვაკანსიებზე შეიტანონ განაცხადი, ამ ადამიანებისთვის არის დამატებითი შესაძლებლობა, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში გააკეთონ განაცხადი. რა ადგილებზეა საუბარი, რომ ვიცოდეთ, ეს არის რომ ატესტაციის შედეგად დაახლოებით 50-მა საჯარო მოსამსახურემ ვერ გადალახა ის ბარიერი, რომელიც დაწესებული იყო ტესტირების მიერ. ეს იყო 42 სწორი პასუხი 60-დან, ამიტომ ეს ადამიანები გადაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლად და მათ ადგილებზე გამოცხადდა კონკურსი. ამ კონკურსში მონაწილეობას ღებულობს ყველა დაინტერესებული პირი. კონკურსის პირველი ეტაპის დროს ეხლაც აუცილებელი არის წარმოდგენა იმ დოკუმენტაციის, რომელიც გამოქვეყნებული არის კონკრეტულ პოზიციაზე თვითონ HR-ის საიტზე. შესაბამისად, იმედოვნებთ, რომ მოქალაქეები, რომლებმაც პირველი კონკურსის ეტაპის დროს დასანანის შეცდომები, მათთვის დასანანის და ასევე ჩვენთვის დასანანის შეცდომები დაუშვენ საბუთების შევსების ეტაპზე და იმავდროულადვე გამოეთიშნენ ასპარეზს, უფრო იქნებიან სკრუპულოზულები, არ დაუშვებენ იმ შეცდომებს, რაც კვლავ დაკავშირებულია იგივე პირადობის მოწყობასთან დაკავშირებული არის კომპიუტერული განათლების დონესთან და ასევე რომელი კომპიუტერული კომპონენტი უნდა იცოდეს ადამიანმა, ასევე იმ ადამიანებს, რაც მითითებული არის შრომის სტაჟის ვალდებულება, მოეთხოვებათ, რომ დამატებით არა მხოლოდ მიუთითონ ინფორმაცია, არამედ ატვირთონ ფაილის სახით დამადასტურებელი დოკუმენტი მათი სტაჟისა. დოკუმენტი, რომლიდან შესაძლებელი არის სტაჟის რეალური დათვლა. ეს იქნება შრომის სიგნალი, ეს იქნება ცნობა, ვიმეორებ ცნობა ისეთი ტიპის, რომელშიც მითითებული არის მუშაობის დაწყების ვადა, საიდანაც შესაძლებელი არის სტაჟის დათვლა. ასეთი ხარვეზების შემთხვევაში, რომლებიც იყო პირველი ტურის დროს, პირველი კონკურსის დროს ბუნებრივია კვლავ მოხდება ხარვეზებით შევსებული დოკუმენტაციის და მათი ავტორების გამოთიშვა კონკურსიდან.